მოტყუებით მიღებული დევნილის სტატუსი და მითვისებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი ქონება დევნილთა სამინისტროს აუდიტის სამსახურმა დანაშაულის ფაქტი გამოავლინა. 79 პირის საქმე, რომლებმაც თაღლითური გზით ბინები მიისაკუთრეს, უკვე პროკურატურას გადაეცა. თამარ ილურიძე გაგვარკვევს თემაში, ახლა ეს პირდაპირ ეთერშია. თამარ, როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა დევნილის სტატუსის მიღება გისმენთ? 79-მა მოქალაქემ სხვადასხვა საბუთი გააყალბა, ზოგიერთ შემთხვევაში დევნილის სტატუსით, ან კომპენსაციისა და საცხოვრებელი ადგილების მისაღებად. ეს პროცესი 90-იანი წლებიდან დაიწყო და მინიმუმ 1700 მოქალაქეა, რომელმაც საბუთების გაყალბების გზას მიმართა. ეს რიცხვი დადგინდა მას შემდეგ, რაც დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ამნისტია დასრულდა, სწორედ დევნილის სტატუსის მქონე ამდენმა მოქალაქემ ითანამშრომლა გამოძიებასთან. 79 მოქალაქის საქმეს კი პროკურატურა სწავლობს, რაც არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს ეს რიცხვი. მინისტრი განმარტავს, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი სისტემის ელექტრონიზაცია და ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. 79 საქმეში, რომელიც პროკურატურაში გავაგზავნეთ, არის ისეთი საქმეებიც, რომლებიც, შესაძლოა ნამდვილად დევნილია მოქალაქე, მაგრამ მან ორჯერ მიიღო ერთი და იგივე სიკეთე, მაშინ როდესაც სხვა საერთოდ არ მივიღო, თქვა მიიღო ბინა და კომპენსაცია, ან მიიღო ბინა და ბინა, ან ერთი ოჯახი ხელოვნურად გაიყო ორად და ყველამ მიიღო ის სიკეთეები, რაც თქვა სხვა შემთხვევაში 2/3 საქართველოს დევნილი მოსახლეობის დღემდე არ აქვს მიღებული და ვიღაცებს ამ დროს ორჯერ და სამჯერ აქვთ ნასარგებლები. ეს არის სერიოზული დანაშაულის ნიშნები და ამ შემთხვევაში ჩვენ ეს საქმეები დამატებით გამოძიებისთვის გადავეცით პროკურატურას. ისიც უნდა ითქვას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა კი არის, ყველა საქმე იქიდან არის სწორედ 2012 წლის არჩევნებამდე წინა ხელისუფლების პერიოდში გაკეთებული. როგორც წესი, დევნილებისთვის კომპენსაციის ან საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხს კომისია სწავლობს და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მათ სახლების საკუთრებაში გადაეცემათ. თუმცა, გარკვეული კრიმინალური ჯგუფები ამ მოქალაქეებს დახმარებას პირდებიან და სანაცვლოდ ფულს იღებენ. დევნილთა სამინისტრო შიდა აუდიტის სამსახურში მათი უწყების თანამშრომლებს ამ ჯგუფებთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. არსებობს ინფორმაცია, რომ მართლა არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჩაბმული არიან აღნიშნულ და დანაშაულებრივ სქემებში, ატყუებენ დევნილებს, რომ რაღაც კავშირები აქვს, დაეხმარებიან მაშინ, როდესაც გამორიცხულია ამ ყველაფერს წოდავს კომისია. ჩვენ მუშაობთ აქტიურად. სამინისტრო დევნილებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ არ მოხვდნენ თაღლითური ჯგუფების გავლენის ქვეშ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სახლების გადაცემის პროცესი გამჭვირვალეა და პარალელურად ისინი ამოწმებენ, დაირღვა თუ არა აქამდე კანონი ინდივიდუალურ შემთხვევებში და ისარგებლეს თუ არა დევნილებმა სხვებისთვის განკუთვნილი ქონებით. ეს იყო თამარ ილურიძე, მადლობა თამარ.